რომელი აბსოლუტურად ყველაზე ჯანსაღი საკვები პროდუქტები ჩვენს სამყაროში, ამაზე ხო ვიდეო ჩავწერე, ახლა დავდე თუ არ გინახავს გადადი და ესეთი კომენტარი მივიღე, თემო შენ ალბათო დიდარ ხალხზე საუბრობ, იმიტომ რომ ჯანსაღი საკვები ძვირი ღირსო და ჩვენო ამიტომ ვირჩევთო მავნებლობებსო, რომ ის იაფიაო და მოდი ახლა შედარება გავაკეთოთ. აი სიტყვაზე შენ აშენებ სახლს და იცი რომ აგურით აშენება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ჩალით აშენებე. რა სიტყვაზე ჩალა არის ბევრად იაფი და შეგიძლიათ ამავე შეკრა სახლი ჩალისგან. ცემენტი ძვირი ღირს და იქ შეგიძლია რაცა ჩვეულებრივი აფასიანი წებო იხმარო და ეს ჩალა შეკრა წებოთი და აგურის და ცემენტის მაგივრად ჩალა და წებო იხმარო. შეგიძლია აშენო იაფად სახლი, მაგრამ თუ რამოდენიმე თვეში ან რამოდენიმე წელიწადში თავზე ჩამოგენგრა ეს სახლი, რომელი უფრო იაფი იქნება მე მეორედ ამ სახლის აშენება და ყოველ წელს იგივეს მეორება და ფულის ხარჯვა, თუ ერთხელ ნორმალურად აშენება, ანუ შენ თუ ხშირად ჭამავნე პროდუქტებს, შენი ორგანიზმი ზუსტად ასე ჩამოიშლება, დაგემართება რაღაცა დაავადებები, ავადმყოფობები, ეგ თუ არა უენერგიოთ იქნები და ცუდ ხასიათზე და ფეთქებადი იქნები და მერე ამაზე ბევრად მეტ ფულს დახარჯავ წამლებში და ექიმებში. ამიტომ არ გირჩევ რა, რეალურად არაჯანსაღი კვება ბევრად ძვირია, ეს გამოცდილია. ჭამე ჯანსაღად და მავნე გადამუშავებული პროდუქტები ამოიღე.